2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით ახსასვე წელი იყო, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას. ეს წელი სავსე იყო სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტით და ასევე შეიარაღების წარმოების გაზრდილი ტემპით. მოკლედ ისეთი მოვლენებით, რომელმაც შესაძლოა გაგრძელება ჰპოვოს 2026 წელს და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ ამ საკითხებზე. შევხედოთ რუკას, თავდაპირველად წარმოგიდგენთ თუ რა ტიპის კონფლიქტები იყო 2025 წელს და რა თქმა უნდა უკრაინის კონფლიქტი 2025 წელსაც რუსეთის ფედერაციამ გააგრძელა ის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისთავად უკრაინამაც გაზარდა 2025 წელს რუსეთის სიღრმეში სხვადასხვა შეიარაღებით და ძირითადად ადგილობრივი უკრაინული წარმოების იარაღით იერიშები. ამას გარდა 2025 წელს ჩვენ ვნახეთ ირანისა და ისრაელის დაპირისპირება, სადაც ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები და ეს იყო ოპერაცია შუაღამის ურო. ჩვენ ასევე ვნახეთ ირანისა და ისრაელის კონფლიქტთან ერთად ინდოეთისა და პაკისტანს შორის საკმაოდ სერიოზული სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება, ვნახეთ კონფლიქტები აფრიკის კონტინენტზე და ასევე ვნახეთ კამბოჯასა და ტაილანდის სამხედრო დაპირისპირება. მოკლედ სავსე იყო 2025 წელი სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებით, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიბრიდული ოპერაციებითაც გამოირჩეოდა 2025 წელი და კერძოდ კი ევროპის მთელი რიგი ქვეყნებში დაფიქსირდა საკმაოდ გაზრდილი რაოდენობით რუსული დრონების ფაქტები, გამოჩენის ფაქტები. ამ ფაქტორმა აიძულა ევროპის ქვეყნები, რათა ისედაც აჩქარებული იარაღის წარმოების ტემპი კიდევ უფრო გაეზარდათ და ეს არის ის ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა კიდევ 2026 წელს გაგრძელება ჰპოვოს. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ შემდგომი გრაფიკული გამოსახულება და მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ესეთი კვლევითი ორგანიზაცია არსებობს. ამის ანგარიშის მიხედვით ამ კვლევითმა ორგანიზაციამ 2026 წელს სავარაუდოდ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. წითლად არის მონიშნული ის წერტილები, ის შემთხვევები, რომელიც დიდი ალბათობით მოხდება, დაფიქსირდება 2026 წელს. ლურჯად არის ის შემთხვევები, რომლებიც ნაკლებად საშუალო ალბათობით არის გამორჩეული და ყვითლად არის მონიშნული, რომელიც უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის კონტინენტზეც არის მონიშნული წითლად ამ კვლევითი ორგანიზაციის მიერ შემთხვევები მოვლენების შესაძლო განვითარება, ანუ ექსტრემისტული განვითარება და ეს ახსნილია იმით, რომ კვლევითი ორგანიზაცია თვლის, რომ ამერიკის კონტინენტზე პოლიტიკური დაპირისპირება ისეთ ფაზაში შედის, რომელმაც შესაძლოა გარკვეული კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს და ეს არის საკმაოდ მაღალი ალბათობით მოსახდენი. ასევე იგივე ეხება მაგალითად ვენესუელის შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, რომ 2025 წელს საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელას შორის გარკვეული კონფლიქტის განვითარება. ჰაიტიც არის ასევე მონიშნული მაღალი ალბათობით, რომ ჰაიტიზე სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება 2026 წელს. უკრაინის შემთხვევაში ასევე დიდი ალბათობით მოსალოდნელია და რა თქმა უნდა გაგრძელდება ეს კვლევითი ორგანიზაცია თვლის, რომ სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლურჯად მონიშნული ადგილები ნიშნავს, როგორც ვთქვით, ნაკლები ალბათობით, მაგრამ საშუალო ალბათობით არის ეს შემთხვევები, ნავარაუდები 2026 წელს და კერძოდ ეს იგულისხმება, რომ მაგალითად ავღანეთსა და პაკისტანს შორის შესაძლოა განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი, ისევე როგორც ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ასევე სირიას ეხება ეს საკითხი, ირანს ეხება ეს საკითხი, რადგან ირანის ბირთვული პროგრამა არ გაჩერებულა და კვლავ ვითარდება და საინტერესოა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის დაწყებასაც საშუალო ალბათობით ვარაუდობს აღნიშნული კვლევითი ორგანიზაცია. თუ გავითვალისწინებთ ჩვენ წინა სლაიდზე, რაც გაჩვენეთ, დრონებით იერიშები, მთელი რიგი სამხედრო ექსპერტები და მიმომხილველები თვლიან, რომ სწორედ დრონების იერიში არის ერთგვარი წინაპირობა, რადგან კრემლი ამ შემთხვევაში ცდიდა რეაქციას ევროპული ქვეყნების, რადგან ეს დრონებით ინციდენტი არაერთ ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ტაივანსაც ეხება მსგავსი ტიპის მოლოდინები, რომ ტაივანის მიმართულებითაც შესაძლოა განვითარდეს 2026 წელს გარკვეული სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება. 2025 წელს აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით ამიერკავკასიის რეგიონში. სომხეთი და აზერბაიჯანი აგრძელებდა მთელი წლის განმავლობაში მოკავშირეების აქტიურ ძებნას. ჩვენ ნახეთ სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. ასევე არის აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანმა და თურქეთმა კიდევ უფრო გაამყარა პარტნიორობა და ასევე ამ ორმა ქვეყანამ საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო თავდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ეს იმ დროს, როდესაც ამიერკავკასიის ამ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს თავდაცვის მიზნებზე დახარჯული თანხების რაოდენობით. ამავე საკითხებზე ვესაუბრეთ სტუმარს და მოდით ვნახოთ ეს ინტერვიუ. 2025 წლის მნიშვნელოვან სამხედრო სიახლეებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძობთ. ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი. მოგესალმები ლაშა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის. 2025 წელს გარდა იმისა, რომ უკრაინაში ეს ფართომასშტაბიანი ომი გრძელდება რუსეთის მიერ წარმოებული, ნახეთ სხვადასხვა კონფლიქტი, მაგალითად კამბოჯისა და ტაილანდის შორის დაპირისპირება, ასევე ისრაელისა და ირანის საჰაერო დაპირისპირება, რაშიც ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ინდოეთ პაკისტანს შორის საბრძოლო დაპირისპირება. რა უსაფრთხოების გამოწვევებს ბადებს ეს კონფლიქტები და რა ტენდენციები არის გამოკვეთილი, რომელსაც შემდგომ მომავალში შეიძლება გაგრძელება მოხდეს? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ 2025 წელი არ აღმოჩნდა ის წელი, რომელმაც მრავალი კონფლიქტი ან ძირითადი კონფლიქტები მოაგვარა, ან შექმნა რაღაც საფუძველი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდება. არა. პირიქით, მან ერთგვარი შეშაც კი მიაყარა ამ კონფლიქტების ცეცხლს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წელი იქნება იმ კონფლიქტების გაგრძელების პერიოდი, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მასშტაბის გაზრდის პერიოდი, რაც ჩვენ ვიხილეთ 2025 წელს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გაგრძელდება ირანის და ისრაელის დაპირისპირება, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ როგორც გარდა იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მინიშნება, რომ ირანი აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას, ასევე ის ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს ისრაელ-ირანის დაპირისპირებას, ანუ რეჟიმის არსებობა ირანში, ეს პრობლემა არ არის ისრაელისთვის მოხსნილი, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფუძველი ამ კონფლიქტის გაგრძელების არსებობს. ასევე ბუნებრივია, იგივე ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მყარი საფუძველი ამ ომის შეწყვეტის არის რუსეთის სამხედრო დამარცხება და შესაბამისად პოლიტიკური ასევე რეჟიმის ცვლილება რუსეთში, ესეც არ მოხდა, ჯერჯერობით საფუძველი ამას არ აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გაჩნდა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდება და შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გახდება რეალური საფუძველი გარკვეული პროცესების ერთგვარი კატალიზატორის როლის შესრულების რუსეთში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ უფრო გამწვავდება საკითხი ტაივანთან მიმართებაში, იმიტომ რომ სტრატეგიული გადმოსახედიდან რუსეთ-ჩინეთის კავშირი ქმნის სწორედ იმ მშვენიერ წინაპირობას იმისთვის, რომ როცა რუსეთი აკავებს უკრაინის ფრონტის მიმართულებით დასავლეთს და ხლეთს დასავლეთის და შეერთებული შტატების ერთიანობას, ეს არის მშვენიერი წინაპირობა ჩინეთისთვის, რომ ამავე დროს იგივე მიდგომა გამოიყენოს ტაივანთან მიმართებაში და აქ მარტო დატოვებული შეერთებული შტატები მისთვის ისე უკვე ძლიერ მოთამაშედ აღარ ჩანს და შესაბამისად მას ერთგვარი ეხსნება ყველანაირი შებოჭილობა და ბორკილები, ერთგვარი ეს შეზღუდვები იმისთვის, რომ განახორციელოს თავისი სამხედრო ზრახვები ტაივანთან მიმართებაში და აი ასეთი შეხედულებით უამრავი რო დავასკვნათ ერთგვარი რეზუმე რო გავაკეთოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დე ფაქტოდ გამოაცხადა არსებული საერთაშორისო წესრიგი და არსებული საერთაშორისო პრინციპები ზოგადად წესრიგის, რომელიც პაქს ამერიკანა, რაზეც არსებობდა მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ეს წესრიგი მან გამოაცხადა დასრულებულად და მკვდრად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხდება კონფლიქტების კიდევ უფრო მეტი რეგიონალიზაცია, კიდევ უფრო ბევრ კუთხეში იფეთქებს კონფლიქტები, რომელსაც ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, რომ ეს კონფლიქტები გაჩნდება თუ
არა, მაგრამ ის რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვა სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, რადგანაც საერთაშორისო წესრიგი და სისტემა რაც აქამდე არსებობდა, რადგანაც ეს ერთგვარი ბალანსირების სისტემა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამაზე თეთრმა სახლმა ცალსახად განაცხადა უარი, შესაბამისად კონფლიქტების და ომების შეკავების მექანიზმები აღარ არსებობს და ჩვენ ვიხილავთ 2026 წელს, რომელიც გაცილებით ცხელი და გაცილებით კონფრონტაციული იქნება. უსაფრთხოების დოკუმენტი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მანამ მინდა ყურადღება შევაჩერო დრონებით ინციდენტზე. 2025 წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური ინციდენტების მრავალფეროვნება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მან წინა წლებში არ ყოფილა. და ამავდროულად ვხედავთ, რომ წინა წლებთან შედარებით ევროპა კიდევ უფრო აქტიური არის შეიარაღების თვალსაზრისით, გადაიარაღების თვალსაზრისით. გერმანია გამოიკვეთა ევროპაში ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ, რა თქმა უნდა, აქვე პოლონეთიც შეიძლება ვთქვათ, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს დებს თავდაცვის გაძლიერებაში. რა პროცესებს დაუდო საფუძველი, აი სწორედ 2025 წელს რუსული დრონებით იერიშება, იმიტომ რომ ეს ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ძალიან კარგი შეკითხვა არის, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვაკვირდებით დრონებით მასობრივ დავარქვათ ამას ოპერაციას ევროპის კონტინენტზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ესეთი სახის აქტივობა, იქნება ეს სამხედრო სახის თუ უსაფრთხოების კონტექსტში, იქნება ეს საბოტაჟი, დივერსია თუ დრონების გამოყენება, ის არ არის ცალკე აღებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოვლენა. ესეთი ტიპის ამ მასშტაბის ოპერაციები, როგორც წესი, წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს უფრო დიდი გეგმის და უბრალოდ შეუძლებელია, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ერთჯერადად ხორციელდება და მას არ ექნება გაგრძელება, ან ის არ წარმოადგენს უფრო დიდი გაცილებით მასშტაბური გეგმის ნაწილს. არა. ეს არ არის რუსული მიდგომა, ეს არ არის არც საბჭოთა მიდგომა და რადგანაც რუსული დაგეგმვა სამხედრო ოპერაციების ზოგადად სტრატეგიული ტიპის სამხედრო ოპერაციების გულისხმობს ფაზობრივ მიდგომას და თითოეული ფაზა, ანუ ეტაპი, მას აქვს თავისი დატვირთვა, მათ შორის სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ახლა გარკვეული ეტაპი ამ დიდი სტრატეგიული გეგმის და ეს გეგმა აქ არაფერი დასამალი არ არის, თვითონ რუსებიც ამას ღიად აცხადებენ. ეს არის ევროპის სამხედრო პოლიტიკური, მორალური და ეკონომიკური დამარცხება რუსეთის მხრიდან, შესაბამისად დრონების ოპერაცია ეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ამოუცნობი დრონების გამოჩენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავზე, ან სამხედრო ობიექტების თავზე, ან საწვრთნელი ობიექტების თავზე, იქნება ეს ნატოს თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ გეგმა, სტრატეგიული გეგმა ევროპის მიმართულებით ის კარგახანია დაწყებულია, ის განხორციელების პროცესში არის და ეხლა მივადაგით იმ ეტაპს, როცა უკვე ამ ეტაპის ფარგლებში ხდება ასეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის თვალთვალის და დაკვირვების და ანალიზის კუთხით ხდება დრონების გამოყენება, რაც ბუნებრივია მიგონიშნებს, რომ ამ ფაზის შემდგომ მოხდება შემდგომი ფაზის გამოყენება, უფრო გაცილებით მეტი ინტენსიურობით, გაცილებით მეტი ხარისხით საბოტაჟის, გაცილებით მეტი ხარისხით პოლიტიკური ზეგავლენის და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამ შემთხვევაში არც მწვანე კაცუნების გამოჩენა იქნება სადმე რაღაცა წარმოუდგენელი რამ. უბრალოდ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი სტრატეგიული გეგმა ევროპის მისამართით. ცოტა რადიკალურადაც და შეიძლება ესეთ პროვოკაციულადაც შეიძლება განვაცხადო, რომ ამ გეგმის ნაწილი არის, როგორც თავიდანვე ვთქვი, ამერიკის მოწყვეტა ევროკავშირის ევროპიდან ზოგადად და ამას დიდწილად როგორც ჩვენ ვუყურებთ, ემსახურება ახალი პოლიტიკური ელიტა ამერიკაში. მათი გეგმები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ განიხილავენ ევროპას როგორც მოკავშირეს და ის უკვე მცირეოდენი აღარ არის, უკვე სულ უფრო ხშირი განცხადებები ევროპის მისამართით ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ მოდი ასე ვთქვათ, სტრატეგიულად ევროპა მათ მხარეს აღარ არის და ისინი შეიძლება ევროპას მოექცნენ ისე, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელთანაც მათ არაფერი საერთო არ აკავშირებს. თუნდაც ის განცხადებები გრენლანდიასთან მიმართებაში, ან კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს ცნობილი
სკანდალი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის WhatsApp-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, სადაც ევროპას გადავახტევინოთ ჩვენი სამხედრო ოპერაციების ხარჯიო ხუსიტების წინააღმდეგ, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ აღარ საუბრობ იმ უსაფრთხოების სტრატეგიაზე, სამხედრო გეგმების გაჟონვაზე, სადაც უკვე ცალსახად დაგეგმილი არის შეერთებული შტატების ყოფნის რადიკალური შემცირება ევროპაში, მათ შორის ევროპული სარდლობის შემცირება, იქ გადაბარება ევროპელი გენერლებისთვის და ასე შემდეგ. ეს უამრავი საკითხი არის, რაც ეხლა ღიად არ განიხილება, მაგრამ კულუარებში მიდის ამაზე საუბარი. აი ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს დიდი რუსული გეგმა ევროპის მისამართით, მას მრავალი საცეცები გააჩნია, მათ შორის ერთ-ერთი საცეცი, რა თქმა უნდა, გულისხმობს ამერიკის მოწყვეტას ევროპისგან, ევროპის მარტოდ დატოვებას რუსეთის წინააღმდეგ და ცალკე საცეცი არის ბუნებრივია ევროპის სახელმწიფოების შიდა პოლიტიკური არევა, შიდა პოლიტიკური ერთიანობის მორღვევა, რაც იმ ევროპული პოლიტიკური პარტიების მეშვეობით ხდება, რომლებიც ეს ეგრეთ წოდებული პოპულისტურ პარტიებად არიან ცნობილები, იქნება ხეს ლეპენის პარტია გერმანიაში, ეს ალტერნატივა გერმანიისთვის, AfD თუ სხვები, აღარ საუბრობ უნგრეთზე, სლოვაკეთზე და ჩეხეთზე, მათ შორის არსებობს მსგავსი პარტიები რუმინეთში და ბულგარეთში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, აი ეს ჰიბრიდული ჰიბრიდული რვაფეხა, რომელიც გაშვებული არის, ეს დიდი ოპერაცია, რომელიც გაშვებული არის ევროპის წინააღმდეგ, ჩვენ ძალიან ბევრ ინდიკატორს გვაძლევს იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ევროპისა და რუსეთის დაპირისპირება კიდევ უფრო გაგრძელდება და ის გაცილებით უფრო მწარი და სახიფათო ფორმებს მიიღებს. მე ვფიქრობ, რომ 2026 წლის ბოლოს, ანუ 2027 წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილოთ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას ევროპასა და რუსეთს შორის. ამიერკავკასიაზე მინდა შევაჩერო ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელს მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა ამიერკავკასიაში, მაგალითად, იგივე სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ასევე ვიცით, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები, ამ შემთხვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის სისტემა ერთგვარად, ასე ვთქვათ, ჩამორჩება ამ ორ ქვეყანას, სუბუქად რო ვთქვათ, ჩამორჩება ამ ქვეყანას თავდაცვის ხარჯებზე. რა უსაფრთხოების სურათი გამოიკვეთა ცვლილება 2025 წელს ამიერკავკასიაში საქართველოს კონტექსტში, რაც იქნება საინტერესო. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, იმიტომ რომ ცალსახად ჩანს ერთგვარი ასიმეტრია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში. ეს ასიმეტრია გულისხმობს იმას, რომ ორი სამხრეთკავკასიული სახელმწიფო აზერბაიჯანი და სომხეთი მიუხედავად მათ შორის არსებული აწლეულობის განმავლობაში დაუძლეველი პრობლემისა ყარაბაღის სახით, ისინი ახერხებენ ერთმანეთთან ლაპარაკს, ისინი ახერხებენ მეტნაკლებად იმ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების განსაზღვრას ერთმანეთში და ისინი ცდილობენ როგორც შიდა გაძლიერებას, ანუ შიდა სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას, მათ შორის რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით თავდაცვის ხარჯებისთვის, ანუ ისინი ორმხრივად ძლიერდებიან როგორც ერთმანეთთან ურთიერთობების დალაგებით, საერთაშორისო პარტნიორების მოძებნით, სომხეთმა ბოლო დროს განსაკუთრებით მყარი ურთიერთობები დაამყარა ინდოეთთან, სამხედრო შეიარაღების შეძენის თვალსაზრისით და ისედაც აქვს მას მყარი უსაფრთხოების გარანტიები ირანისგან. აზერბაიჯანზე აღარ ვსაუბრობ, აზერბაიჯანის ცალკე სტრატეგიული პარტნიორი არის, უბრალოდ გარანტორი არის სახელმწიფოებრიობის თურქეთი. აზერბაიჯანი გარდა ამისა, მან სულ ახლა ხანს რამოდენიმე თვის წინ ის შევიდა სამხრივ ალიანსში ანუ ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი და პაკისტანი და პაკისტანი ამ შემთხვევაში გამოდის ამ სამხრივი ალიანსის ერთგვარი ბირთვული გარანტორი და ეს ხაზგასმული არის. პაკისტანი ზოგადად ცალსახად ჩანს, რომ ისლამური სამყაროსთვის ის ცდილობს ერთგვარი ბირთვული გარანტორის ფუნქციის შეძენას, მაგრამ ნიშანდობლივი იყო, რომ პაკისტანმა ეს ერთგვარი გარანტიები ვერბალურად გაავრცელა აზერბაიჯანზე და თურქეთზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი ყველანაირად ცდილობს ყველა მიმართულებით გარანტიების, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული გარანტიების შეძენას, ანუ საუბარი უსაფრთხოების გარანტიების შეძენას და აქ უკვე ჩვენ ხედავთ ეს ორი სახელმწიფო როგორ თამაშობს ერთის მხრივ საერთო
საერთაშორისო ასპარეზზე და მეორეს მხრივ შიდა პოლიტიკური და სამხედრო გაძლიერებით, აი ამ დინამიკიდან სრულიად ამოვარდნილი არის საქართველო, იმიტომ რომ საქართველო ერთის მხრივ რეალურად ობიექტურად ყველაზე სუსტი არის შეერაღებული ძალების შესაძლებლობების და რაოდენობის გათვალისწინებით რეგიონში, ხოლო მეორეს მხრივ მას არც არანაირი, ასე ვთქვათ, ნიშანწყალი აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გეგმებში, სამომავლო გეგმებში რადიკალურ ცვლილებას შეერაღებული ძალების გაძლიერების თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ასე ვთქვათ ინდიკაციას იმისა, რომ საქართველოს ცდილობს თავი საერთაშორისო გარანტიების თვალსაზრისით უსაფრთხოების კონტექსტში, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების კონტექსტში, სომხეთის და აზერბაიჯანის მსგავსად ესეთი რაიმე სახელმწიფოს მოძებნას, პირიქით საქართველოს ეხლა ყველაზე მარტო პრაქტიკულად ჩვენ არავინ არ გვყავს, რომ მიმოვიხედოთ ეხლა ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა ვიყოთ ჩვენი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების კეთილნებაზე დამოკიდებული, რომ მათ არ ექნებათ არანაირი აგრესიული გეგმა ჩვენს მიმართებაში. სამწუხაროდ მსოფლიო ესეთი არ არის, მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ხუთ რამოდენიმე წუთის წინ რომ 2026 წელი იქნება გაცილებით სახიფათო, გაცილებით კონფრონტაციული და ამ გარემოში თუ ჩვენ არ აგვაქვს მყარი გარანტიები უსაფრთხოების და სახელმწიფოებრიობის, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მოწყვლადები. მათ შორის არავინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფრაზას, რომ არ არსებობს მსოფლიოში მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები სახელმწიფოსი და ეს ფრაზა მოქმედებს როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენი უახლესი მეზობლებთან მიმართებაში. ამიტომ აქ რადიკალურად არის გადასახედი ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა, ზოგადად უსაფრთხოების არქიტექტურა და მიდგომები.